მუცლის ცხიმის დაგროვების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საღამოს საათებში ნახშირწყლების მიღება. თუ საღამოს ნახშირწყლებს მიიღებთ, მაგალითად, როგორიც არის პური, მაკარონი, შვრია, წიწიბურა, ტკბილეული, ცომეული და ასე შემდეგ, ამ დროს ორგანიზმს ნაკლები ენერგია ჭირდება, რადგან ემზადება ძილისთვის, ამიტომ მიღებული ნახშირწყლები სრულად არ გადამუშავდება და ინახება ცხიმის სახით ორგანიზმში. განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარისი რაოდენობით კალორია გვაქვს მიღებული დღის მანძილზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ უნდა ამოიღოთ ნახშირწყლები რაციონიდან. მთავარია იცოდეთ სწორ დროს სწორი რაოდენობის მიღება. თუ გაინტერესებს, რომელია სწორი დრო და რამდენია სწორი რაოდენობა კონკრეტულად შენთვის, მომწერე პირად შეტყობინებაში, რამდენი კილოგრამის დაკლება გსურს. ჩაეწერე ინდივიდუალურ პირველად უფასო კონსულტაციას. ამ და სხვა საინტერესო საკითხებს წონის კლებასთან დაკავშირებით გავივლით დეტალურად.